საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. SDASUS საკონფერენციო დარბაზში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა განხორციელებული ღონისძიებებსა და ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ალექსი ახვლედიანმა ფესტივალის სამუშაოებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თეიმურაზ ქორიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს გაწეული სამსახურისთვის და ალექსი ახვლედიანს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. უნივერსიტეტის რექტორმა ალექსი ახვლედიანს საჩუქრად დავით აღმაშენებლის მედალი და ხატი გადასცა. თავის მხრივ ალექსი ახვლედიანმა პროფესორ თეიმურაზ ქორიძეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, რომელიც საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლის დანთებისას პირადად საქართველოში გამოაგზავნეს. Ჩემთვის საკმაოდ დიდი პატივია აი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდე არა ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან და საკმაოდ აღშენებლობით პროცესს ჩავატარებთ ერთად ჩვენ და ეს უნივერსიტეტი ამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ვფიქრობ რომ ეს გარდა იმისა რომ დიდი პატივია არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და ვეცდები რომ ყველანაირად გავამართლო. ბატონმა ალექსი ახვლედიანმა ასე თქვა წარმოთქვა არაჩვეულებრივი სიტყვა, მან გამართა პრეზენტაცია და ისაუბრა უშუალოდ ოლიმპიური ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ბატონ ალექსი ახვლედიანს დღეს გადაეცა დოქტორის ხარისხის წოდება. შეგახსენებთ, რომ 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თბილისში ტარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიება იქნება. 26 ივნისს SDASUS ეზოში უნივერსიტეტი და საორგანიზაციო კომიტეტი ერთობლივად გახსნიან ოლიმპიური ფესტივალის სკვერს და ამავე დღეს ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება.